ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც სახელად დავარქვით მესამე ივერია. გასული წლის იანვარში თუ გახსოვთ, თხრობა გავწყვიტეთ ივერიაში სპარსეთის მიერ წარმოებულ კულტურულ ექსპანსიასთან. ანუ მე-17 საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება სპარსული ენისა და კულტურის დიდი შემოტევა ივერიაზე. დაიწყო კულტურული ომი, არანაკლებ მძვინვარე და სახიფათო, ვიდრე მარაბდა იყო. ამ ბრძოლაში წინა ხაზზე, რა თქმა უნდა, რუსთველი იდგა. არჩილი იყო მისი საჭურველი მტვირთველი, მაგრამ ტერიც ძლიერი იყო. ვერ ვიტყვი, რომ ქართული კულტურა იჩაგრებოდა, მას ღირსეულად ეჭირა თავი და საკადრის პასუხს სცემდა მომხდურს. როცა პროირანული ხელისუფლების ხელშეწყობით სპარსულმა ენამ იმძლავრა და ქართულმა ელიტამ სპარსულად დაიწყო ლაპარაკი, ისე როგორც საბჭოების დროს ლაპარაკობდა რუსულად მთელი ქართული ინტელიგენცია, განსაკუთრებით თბილისური. სულხან საბამ შექმნა ლექსიკონი ქართული. ერის მამამ აბჯარი ჩააცვა ქართულ ენას, იქვე გაჩაღდა თარგმნელობითი საქმიანობა, სპარსული ამბების გაქართულება მენა გამოაცოცხლა. მაგალითად, ქართულ ზღაპრებს ძალიან ეტყობათ სპარსული გავლენა. ზღაპარი ძლიერი იარაღი იყო სპარსული კულტურის ხელში. მაგრამ თან ქართველებმა ამ ზღაპრებშიც თავიანთი გმირები შეიყვანეს და კარგად ჩანს მათი ცინიკური დამოკიდებულება სპარსული ძლევამოსილებისადმი. მაგრამ მე-17 საუკუნეში ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჩანასახში იყო, ქართულ მწერლობას უჭირდა, განსაკუთრებით ელიტაში. ელიტას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფეოდალურ სამეფოში. საერთოდ, როდესაც ვამბობთ ქართველებმა შეინარჩუნეს სარწმუნოებაო, რომ ვიცოდეთ, ეს დიდწილად ზუსტად ელიტის თავსახურება იყო. ყველა ჩვენს გარშემო აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით თუ სამხრეთით, ვინც გამუსულმანდა, იქ ჯერ გამუსულმანდა არისტოკრატია და შემდეგ მათ გაამუსულმანეს გლეხობა. საქართველოში კი ელიტამ შეინარჩუნა რწმენა ქართული კულტურის აღმზრდელობითი მოღვაწეობის წყალობით. ამ კულტურას რუსთველს ხალხის ყოფა-ცხოვრებაში ჰქონდა ფესვი გადმული, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მიჯაჭვული მიწაზე. ქართველი გლეხისთვის იესოთი იყო განშღენთილი ვაზი და პური. პური დაღვინა თუ იყო, ზიარებაც იყო. ვაზს ტყუილად კი არ გვიჩეხავდნენ, ღვინის მასთან იყო დაკავშირებული ივერიელთა მორალი, ცეკვები, სიმღერები, ლექსები, ზეიმები, ბრძოლები და ქორწილები, სადაც ყვებოდნენ საგმირო ამბებს, იხსენებდნენ ლეგენდებს, აქებდნენ გმირებს და კიცხავდნენ ლაჩრებს. მუსულმანობა ყოველივე ამის მთელი ამ კულტურის დაკარგვას ნიშნავდა, როგორც ვიცით, მუჰამედი და ღვინო ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ეს დიონისური მიჯაჭვულობა მიწისადმი სარწმუნოებისთვის თავგანწირული ბრძოლის ძლიერ მოტივს წარმოადგენდა, მაგრამ ამასთანავე ის ხშირად დიონისურ განურჩევლობაშიც გადადიოდა და ეს მართლმადიდებლობის კიდევ ერთი დიდი სისუსტეა. ზუსტად ვაზთან სასიცოცხლო კავშირის დაკარგვის შიშით ქართველისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელიც ქრისტიანობა შეუერთებოდა, თავარი იყო ეს წესჩვეულება არ მოშლილიყო. რუსეთის იმპერიასაც ამიტომ შეეწყო ქართველი გლეხი და არა მარტო რუსეთს. მე-20 საუკუნემ აჩვენა თუ რამდენად იყო მიჯაჭვული ამ დიონისურ ყოფიერებას ქართველი, ოღონდ სუფრა ყოფილიყო და იესოს ადიდებდა თუ სტალინის გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. შორის ფედერიკო ფელინის ერთ ფილმში, რომელსაც ქვია გზა, ორკაციანი ცირკია. ჯელსომინა და ძამპონო მოგზაურობენ მთელს იტალიაში. სხვადასხვა ქალაქში მართავენ წარმოდგენებს და ამიჭავენ პურს, სულ გზაში არიან. ერთხელ ისინი ერთ მონაზონს დაიმგზავრებენ. მონაზონი ეუბნება ჯელსომინას, ჩვენ სულ გზაში ვართ, ხშირად ვიცვლით მონასტერს, რადგან ადგილმა მიწამ შეჩვევა იცის, ჩვენ კი ყოველთვის თავარზე უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ადამიანი ეჩვევა, ეჯაჭვება მიწას, ეგუება ყველაფერს, მათ შორის ძალადობას, უსამართლობას და უღმერთობასაც კი თუ მას პირის გემოს გამოუკეთებ. ევროპაში გარემოებათა ცვლა, მიწის ამ გავლენის თავიდან აცილების საშუალება, მართლმადიდებლობას კი ეს ინსტრუმენტი, ანუ ცვლილებებისადმი ეს მისწრაფება არ გააჩნია, ის ვერ წყდება მიწას, შეგუება ამისი ყოფიერების მატრიცა. რა თქმა უნდა, იესოს ტახტზე სტალინის დასმისთვის არ ვკითხავ ქართველებს, ეს სისხლიანი რეჟიმის ბრალი იყო. მას შემდეგ, რაც იესო მოუკლეს ხალხს, ქართველი კაცის ყოვლის შემძლეობა გაიხადა კერპად ხალხმა, რომელიც სტალინის სახეში იყო გამოხატული.
ერთი სიტყვით, დიდი ძალა ჰქონდა ხალხს ივერიაში. სპარსელები დარწმუნებულნი იყვნენ, მეფე თუ გამაჰპადიანდებოდა, ხალხიც მას მიბაძავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ხალხმა არ დაიჯერა ეს ამბავი, ასე იძახდნენ, ტყუილია სპარსულ დასაწყისში მას ჯვარი აქვს დამალულიო. მაგრამ არისტოკრატიასაც დიდი ძალა ჰქონდა ივერიაში. საერთოდ ქართული არისტოკრატია განსაკუთრებით სპარსული გავლენის გაძლიერების შემდეგ ძალადობდა გლეხობას. ირანის იმპერიის ფარგლებში შესვლის შემდეგ, როგორც ვთქვით, პოლიტიკური მმართველობის ხელშეწყობით ელიტებში შეაღწია სპარსულმა ენამ. აღმოსავლური აღზრდის წესებმა და არისტოკრატიაში სპარსული მდიდრული ბოჰემური ცხოვრების მიმართ სიმპათია გაიზარდა. ბრძოლის ასორი სპარსეთისკენ გადაიხარა, უჭირდა ქრისტიანობას და ამ დროს მოგვივიდა დამხმარე ჯარი რომიდან. ამ ომში მოკავშირედ მოგვევლინა დასავლური ტიპის პოლიტიკური აზროვნება და ლიტერატურული სტილი. მან სწრაფად მოიპოვა გავლენა მთელს კულტურულ ატმოსფეროზე საქართველოში. ისე შორს წავიდა, რომ სულ მოკლე ხანში სამეფო პალატებშიც კი შეაღწია. მაგალითად, სულხან საბას სიბრძნეს რუსიაში მეფე თავისი ერთადერთი ნანატრიშვილისთვის ეძებს მასწავლებელს. დაიპოვის ხის ძირში ბუდასავით წამოწოლილ ბრძენს ფრანგული სახელით ლიონ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კათოლიკური სკოლები მეფეების აღზრდაში იღებდნენ მონაწილეობას. ასეც იყო, ჩვენ ვიცით, რომ უკვე გიორგი მე-11 კათოლიკი იყო. შესაბამისად, დიდებულებიც საკუთარი შვილების აღზრდებად ზუსტად ამ სკოლებიდან იყვანდნენ მასწავლებლებს. ვახტანგ მე-6-ზე განათლების დიაპაზონი, რომელსაც ასევე კათოლიკი მასწავლებლები ყავდა, ნათლად აჩვენებს, თუ რა დისციპლინებს ასწავლიდნენ ამ სკოლებში. კათოლიკებს საგანმანათლებლო მენიუში ჰქონდათ პოეზია, თეოლოგია, ასტრონომია, მათემატიკა, ქიმია, ფიზიკა, მედიცინა და ასე შემდეგ ძალიან ფართო სპექტრი ინტელექტუალური მოღვაწეობის. ირანის იმპერიის ფარგლებში აღმოჩენილი ქართველებისთვის თოფზე ნაკლები მნიშვნელობა როდექონა ამ კათოლიკურ სკოლებს ქრისტიანობის გასაძლიერებლად. კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ რელიგიის განზოგადება საერთოდ ზუსტად რწმენის დამცავი შემნახველი ძალა იყო, რადგან რწმენა დიდწილად დამოკიდებულია წარმატებაზე. კათოლიკებს კი სახელი და წარმატება არ აკლდათ იმ დროინდელ მსოფლიოში. მისიონერთა საგანმანათლებლო საქმიანობამ სპარსულ კულტურას დაუპირისპირა ევროპული მიღწევები და არ მარტო საქართველოში, თვითონ ირანშიც. რა თქმა უნდა, რომაული, ეგრეთ წოდებული ფრანგული სწავლება ფუნდამენტურად განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ქართველები ასწავლიდნენ. იბერიელებს პოეტური აზროვნება ჰქონდათ, პოეზია იყო მათი სულიერი გავლენის გამომხატველი ძალა. ევროპამ კი გავლენის მოპოვების ახალი უძლიერესი იარაღი მოიტანა ინტელექტი. ეს ინტელექტი ადამიანის დანიშნულებად ცივილიზებული ადამიანის მთავარ ფუნქციად ამ პოეტური არეულდარეული აზროვნების ერთ კალაპოტში მოქცევას მიიჩნევდა, მაგრამ ქართველები მაინც ვერ ხედავდნენ წინააღმდეგობას, რადგან ნებისმიერი წინააღმდეგობა მათ ბუნებრივ მოვლენად მიაჩნდათ. ზუსტად ასეთი წინააღმდეგობა თვითონ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც არსებობდა, რაზეც ერთ-ერთ გადაცემაში აუცილებლად ვისაუბრებთ. ანუ ივერიელები არ აზროვნებდნენ რაციონალური წესით, არ გაუანალიზებიათ წინააღმდეგობა და არ გამოუყენებიათ ამ საქმეში ლოგიკა, რომლის გარეშეც ანალიზი არ არსებობს. ლოგიკის უმთავრესი დანიშნულება წინააღმდეგობის პოვნა და აღმოფხვრა. მისი არსებობის მიზეზი მისივე მიზანია და ეს მიზანი არის ჭეშმარიტებამდე მიღწევა. ხოლო ივერიელისთვის ჭეშმარიტება კი არა, მორალი იყო მთავარი. მართლმადიდებლობისთვის რეალური ადამიანური ურთიერთობებია გადამწყვეტი, მაგალითად მეზობლობა, რასაც ათენური მარგალიტით შეიძლება უწოდოთ. არ დაგვავიწყდეს ივერიულ ბერძნულ მართლმადიდებლობას უძველეს ათენურ ფილოსოფიაში და ცხოვრების წესში აქვს ფესვი განდგმული. ერთი სიტყვით, ივერიელის მიერ წინააღმდეგობა მიღებული იქნა ჩვეულებრივი ინერტულობით, როგორც განსხვავებული აზროვნების წესი. განსხვავებას ის უყურებდა როგორც მორალურ შესაძლებლობას, რადგან ერთიან კულტურულ სივრცეთ აღიქვამდა მთელ საქრისტიანოს. წმენა და რელიგია ყოველთვის არ არის ერთი და იგივე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რელიგია იგივე სახელი შეიძლება წაართვა ადამიანს, მაგრამ წმენას ვერ წაართვემ, თუ არ არის პიროვნების ნება. ამიტომ იყო, რომ სპარსულ ტანსაცმელში დამალული იესოს ხატისადმი უფრო მეტ სიყვარულს გრძნობდა ივერიელი, ვიდრე დემონსტრაციულად გულზე დაკიდებული დიდი ოქროს ჯვრისადმი. ერთი სიტყვით, ივერიელის ყოფიერების წესი იყო ინტეგრაცია, კომუნიკაცია და არა იზოლაცია. ივერიელი გახსნილი, თამამი და თავდაჯერებული იყო გარესამყაროს მიმართ. ის არ იკეტებოდა საკუთარ ბაქანში. აქ ერთ ქვაბში იხარშებოდა კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, განმანათლებლობა, მუსულმანობაც. თქვენ წარმოიდგინეთ, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ეპოქის ქართველები ერთდროულად ქრისტიანად და მუსულმანად ყოფნასაც ახერხებდნენ. ამ მხრივ ვახტანგ მე-6-ის რეკორდი აქვს დამყარებული. ეს ერთდროულად კათოლიკიც
იყო მართლმადიდებელის და მაჰმადიანის, ხოლო უპირველესად მართლმადიდებელი იყო, რადგან მხოლოდ ქართულ მართლმადიდებლობას შეუძლია მათი გაერთიანება სხვას არც ერთ იდეოლოგიას დედამიწის ზურგზე. იდეოლოგიები, იგივე რელიგიები უკიდურესად აგრესიულები არიან ერთმანეთის მიმართ და ამაში რა თქმა უნდა რუსული მესიანისტური მართლმადიდებლობაც იგულისხმება, რომელიც ზუსტად დასავლური სისტემის გაგებაზეა დაფუძნებული და არაფერი საერთო არ აქვს ქართულ კულტურულ მართლმადიდებლობასთან. ამიტომაც დგანან მოსკოვი და კონსტანტინოპოლი მუდამ სხვადასხვა მხარეს. ივერიელის ხედვა იმდენად ზოგადი იყო, კონკრეტულ სახელებს, მაგალითად მართლმადიდებლობას და კათოლიციზმს მნიშვნელობა ჰქონდა დაკარგული. რელიგიური ნიშანი ადამიანის სულიერი კუთვნილების დროებითი აღნიშნული იყო. დანტე ამბობს, ყველა მდინარე აღწევს იმ ადგილს, სადაც ის სახელს კარგავსო. სახელს დაკარგავს მდინარე, როცა ის ზღვა შეუერთდება. ასე ადამიანის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ ის ყველა სახელს ამ ქვეყნად დატოვებს, წაიღებს მხოლოდ და მხოლოდ საქმეებს სახელების გარეშე. იქ არავინ შეგეკითხება, ვის გაუკეთეს იკეთე პეტრეს თუ პავლეს, ქრისტიანს თუ მუსულმანს, კითხავენ გაუწოდე თუ არა გაჭირებულს დახმარების ხელი, შეიფარე თუ არა დევნილი და ასე შემდეგ. მოკლედ ქართველებს ეს ზღვარი არ გააჩნდათ, ის არ იყო ჩაკეტილი საკუთარ თავში, არ თვლიდა რომ ყველა მუსულმანი და ყველაფერი მუსულმანური ცუდია, მაგრამ ქართველებისადმი უკიდურესად მტრულად განწყობილი მუსულმანები ქრისტიანობის განადგურებას ცდილობდნენ. ბრძოლები იყო სისხლის მღვრელი და ამ ბრძოლებში სახელი იძენდა სასიცოცხლო მნიშვნელობას, რაც ზღვარს აღრმავებდა. სამაგეროდ ზღვარი წაშლილი იყო მართლმადიდებლებსა და კათოლიკებს შორის. იმ პერიოდში ბევრი მოიქცეოდა ფრანგულად, ასე ეძახდნენ კათოლიკს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თვითონ ანტონ პირველმა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსად ყოფნისას დააგდო ჯული და შეერია ლათინთა განხეთქილებას და წვალებას, მაგრამ ამის შემდეგაც ის ერთხანს აგრძელებდა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქობას. ამ დროს დასავლეთ საქართველოს ეკლესიაშიც კათოლიკი იჯდა პატრიარქად. ზღვარი არ არსებობდა არც ქრისტიანობასა და მეცნიერებას შორის. მაგალითად ზემოთ ხსენებული აღმოსავლეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ანტონი, რომელიც კათოლიკურად იყო მონათლული, ინტელექტუალურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და თარგმნიდა ქრისტიანულ ეკლესიასთან მებრძოლ ხმაურიან მეცნიერულ წიგნებს, მაგალითად თარგმანი ვოლფის ნაშრომისა ფიზიკა თეორეტიკებრი ვოლფიუსისა. ეს საინტერესო საკითხია, თქვენს ნებართვით ამ თემას ცოტათი განვავრცობ. საქმე იმაშია, რომ მე-17 საუკუნიდან ევროპაში იზრდება ევროპოცენტრული განწყობები. ევროპა დამყრობელი კი არ იყო, მას ცივილიზაცია შექმნა ჩამორჩენილ ხალხებში და პროპაგანდის ნაწილში ზუსტად ამ ცივილიზაციის შუქს მიყვებოდნენ კათოლიკი მისიონერებიც. ეს იყო აღმატებულების მტკიცებულება, რომელიც გამყარებული გახდათ ევროპელთა რეალური მიღწევებით მეცნიერებაში და ტექნოლოგიებში. ზეგავლენის მოხდენის ამ ეფექტური არახს იყენებდნენ კათოლიკური მისიებიც, რომლებიც თავიანთ სკოლებში სქოლასტიკურთან ერთად ევროპულ საგანმანათლებლო გამოცდილებასაც ეყრდნობოდნენ. კათოლიკური ორდენები ქართველებს აწვდიდნენ ინფორმაციას ევროპული მიღწევების შესახებ. ინფორმაციაში ხომ სიახლის ელემენტია გადამწყვეტი, სიახლის დანიშნულება კი გაოცება. ამ პერიოდისთვის ქართველებმა არ იციან ბურტიდური ბრალი დედამიწა, რომ ჰაერშია გამოკიდებული და ქრისტოფორ კოლუმბმა რომ ამერიკა აღმოაჩინა, რომელთა მიერ მოთხრობილი ამბები ბუნებრივია მოახდენდა გავლენას ქართველებზე, რომელთაც ყოველგვარი სიახლის მიმართ ფანატიკური მისწრაფება ახასიათებდა, ერთგვარი დახარბება სიახლეზე, რადგან ბოლო საუკუნეების განმავლობაში მას ყოფნა არ ყოფნის საკითხი ედგა და სიახლე ყოველთვის იმის განცდას უქმნიდა, რომ ცხოვრება წინ მიდის, რომ სიცოცხლე წინაა. ეს მომავლისადმი მისწრაფება, რაზეც ბევრი ვილაპარაკეთ წინა გადაცემებში, ქართული მართლმადიდებლობის განუყოფელ მახასიათებელს წარმოადგენდა. ისინი გაოცებული ისმენენ თუ რა სასწაულებს ახდენდა იესო ევროპაში. გაიცოდნენ კათოლიკები ცეცხლზე თუ წვავდნენ ამ საოცარი იდეების ავტორებს. ისინი ფიქრობდნენ, რადგან განმანათლებლობა ქრისტიანებს მოაქვთ, ისიც ქრისტიანობაო. იესოსადმი უსაზრო რწმენა მცოდნის საიდუმლო სივრცეებს აზეარა ევროპელებიო, ასე ფიქრობდნენ. ივერიელს არ უყვარდა ტვინის წყლეტა, ის მორალურად აზროვნება, მარტივად ფიქრობდა, რაც ხელში გიჭირავს, ის შენ წარმოგადგენს. არ შეიძლება ისეთი რამ დაიჭირო ხელში, რაც გძულს და რასთანაც სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა გაქვს გამართული. და მართლებიც იყვნენ ივერიელები, სიბრძნეც შეიცავს ჭეშმარიტებას, ოღონდ ჭეშმარიტებამდე აქ მორალის გავლით მივდივართ, როგორც იესოს გავლით მივდივართ მამასთან. მორალი წვდება სიღრმეს, ოღონდ ის ამას სინათლის სიჩქარით აკეთებს. ყოველ დეტალთან საათობით არ ყოლმდება. დასავლური აზროვნება და კათოლიციზმი კი მართლაც ერთი მექანიზმის სხვადასხვა ნაწილები არიან თანაბრად მნიშვნელოვანი ერთმანეთისთვის.
როგორ არ უნდა დაეჯერებინათ ივერიელებს კათოლიკების ძალა და დიდებულება, როცა ევროპა პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს ექსპანსიას ეწეოდა, ყოველი მხრიდან მოდიოდა ამბები მათი წინსვლის და წარმატებების შესახებ. კათოლიკების წმენასა და გულმოდგინებას კი საკუთარი თვალით ხედავდნენ ქართველები. ფანატიკოსი მორწმუნეები იყვნენ, მათი ცხოვრების აზრი იესოს სწავლების გავრცელება იყო მთელ მსოფლიოში, მხოლოდ ამ მისიას ემსახურებოდნენ მთელი ცხოვრება. უაღრესად განათლებული მისიონერები ყავდათ, რომლებიც ფლობდნენ ცოდნის ანახულ შესაძლებლობებს, განსხვავებით ქართველი საეკლესიო პირებისაგან, რომელთათვისაც სასულიერო წოდებების საგვარეულო საოჯახო დასაქმების წყაროდ იყო ქცეული. მღვდლების დიდ ნაწილს სახარება გადალაშლილიც არ ჰქონდა. ეს სუდი წესი იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ არ იყო წიგნებიდან მღვდლობის მამიდან შვილზე გადასვლას პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. მღვდელი საკუთარ შვილს უფრო იოლად გადასცემდა სულიერ მემკვიდრეობაში გადაზრდილ ამ პრაქტიკულ გამოცდილებას. წიგნები აღარ იყო და რაც იყო ისიც ფუჭდებოდა, არ უვლიდნენ. არჩილიც უწუნებდა, საღვთო წიგნი ბევრი წახდა უყდოთა და უბუდობით საშაიროს ინახავდნენ სტავრის ბუდით ან ნახლობით. ასე ამბობდა, წიგნის უბედობა ნიშნავს, რომ ისინი იკარგებოდნენ დაუდევრობის და უყურადღებობის გამო. კათოლიკები კი მართლაც შესაშური გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ. მათი ძლიერი მხარე ზუსტად განსწავლულობა იყო. მათ რიგებში იყვნენ რჩეული სასულიერო პირები, განათლებული მოღვაწეები. ამასთან ერთად ისინი ლათინურს კი არ ასწავლიდნენ, ქართულს სწავლობდნენ და ქართულით ასწავლიდნენ. მაგალითად, იოანე ბატონიშვილის კალმასობაში აღწერილია, როგორ იხილა ერთხელ ფრანგების საყდარში იონამ ქადაგებელი პატრი. ბერი მოიხიბლა პატრის მეცნიერებით. 3 წელი არ იყო გასული, რაც რომაული პატრი მოსულიყო საქართველოში და უკვე ისე კარგად დაუსწავლია ქართული ენა, რომ კიდეც ქადაგებდა. აღტაცებული იონა ამბობს, ასე უნდა იყვნენ სამღვდელონი აღზრდილნი და სწავლულნი და ასე უნდა აქუნდეს გულმოდგინება თვისისა სამწყსოსათვისო. სკოლებთან ერთად მისიონერებს ჰქონდათ სამკურნალო დაწესებულებები. მაგალითად, ცნობილი ამბავია ჟამიანობის დროს თბილისში, როცა ყველანი სახლებში იმალებოდნენ, ჟამიანობა მეორედ მოსვლასთან იგივდებოდა. კათოლიკური მისიონი მკვდრებს მარხავდნენ, ავადმყოფებს ულვიდნენ და მკურნალობდნენ, რამაც დიდი გაკვირვება, ნდობა და სიმპათია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში. დღეს ამ დავამთავროთ. მომავალ შეხვედრამდე. ყოველ პარასკევს 17 საათზე თქვენ გელით ქართული ისტორიული მეხსიერების იმ სიღრმეებში მოგზაურობა, ჯერაც რომ ფეხი არავის დაუდგამს. განხილული იქნება ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, უხსოვარი დროიდან დღემდე რომ დამოკლეს מחვილივით კიდია ჩვენი ქვეყნის თავზე. ცენტრალური ადგილი დაეთმობა კულტურის როლს ქართველთა ცხოვრებაში. ჩვენ დღის სინათლეზე გამოვიტანთ ისეთ ფაქტებს, რომელიც დღემდე ბნელით იყო მოცული. ტარიელ დათიაშვილის საავტორო გადაცემა მესამე ივერია რადიო ძველი ქალაქის ეთერში.